ბევრი კვლევა გვეუბნება იმას, რომ ის ბავშვები, რომელთა მშობლები ჩართულები არიან ბაღის ცხოვრებაში, მათი კეთილდღეობის ხარისხი უფრო მაღალია. ისინი უფრო ხალისით ერთვებიან აქტივობებში, მათ სხვადასხვა უნარები უფრო მეტად აქვთ განვითარებული. მშობლების ჩართულობა ბაღში ინტენსიურად არ მიმდინარეობს. მე ჩემ თავზეც ვიტყვი, რომ ბოლომდე ვერ ვარ ჩართული, იქიდან გამომდინარე, რომ მუშაობ. ვფიქრობ, რომ ბაღი საკმაოდ ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ ჩართული ვიყოთ და მშობლებმაც უნდა გავაკეთოთ მეტი, რომ ამ პროცესებში უფრო მივიღოთ მონაწილეობა. ამიტომ პრაქტიკოსების, აღზრდელების საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოჯახთან ურთიერთობა და ოჯახის და მშობლების ჩართულობაზე ზრუნვა. აუცილებლად ვიდრე ბავშვი მოვა ბაღში, უნდა ჩავატაროთ შეხვედრა მშობლებთან, ბავშვის წარმომადგენლებთან, იმისათვის, რომ ისინი უკეთ გავიცნოთ, იმისათვის, რომ ჩვენ გაგვიცნონ მათ. ამ დროს შეიძლება დავურიგოთ კითხვარები. ძვირფასო მშობლებო, გთხოვთ შეავსოთ ქვემოთ მოცემული კითხვარი, რომელიც დამეხმარება უკეთ გავიცნოთ თქვენი შვილი. ამასთან გავითვალისწინო მისი ინტერესები და თავისებურებები. ასეთი კითხვარები შეიძლება თვითონ აღზრდელებმა შეადგინონ, აღზრდელმა და თანაშემწემ, იმიტომ რომ მათ უფრო იციან რა აინტერესებთ, ასე ვთქვათ, მშობლებისგან, იმიტომ რომ შემდეგ მათ უნდა გამოიყენონ, ასე ვთქვათ, ეს ინფორმაცია. რამეზე ალერგია ხომ არ აქვს? მეშვიდე მისი საყვარელი საკვები. კიდევ ერთი სტრატეგია, რომელიც შეიძლება აღზრდელმა გამოიყენოს წლის დასაწყისში, ეს არის ვიზიტი ოჯახში. ეს ჩვენი ოჯახში მისვლა სანამ სასწავლო პროცესში დაიწყება და ჩვენი მხრიდან არგუმენტირებული, მიწოდებული ინფორმაცია დაანახებთ, როგორი მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა შვილების აღზრდის და განვითარების პროცესში. ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში ეცნობა მას, შეიძლება ჯგუფიდან წაიღოს თქვათ რაღაც ნივთი ან სათამაშო, რომელსაც დაუტოვებს და წლის დასაწყისში ეტყვის, რომ აი შენთან იყოს ცოტა ხანი და შემდეგ მოიყვანე ბაღში. შეიძლება წიგნი წაიღოს ბაღიდან და წაუკითხოს. ამით ძალიან მნიშვნელოვან ძაფებს აბამს აღზრდელი ბაღსა და ბავშვს და ოჯახს შორის. ნახულობს ბავშვის ბუნებრივ გარემოს, ეცნობა ოჯახის წევრებს. კიდევ ერთი სტრატეგია, რომელიც შეიძლება აღზრდელმა გამოიყენოს იმისათვის, რომ ბაღი უკეთ გააცნოს მშობელს, გარდა ვთქვათ შეხვედრისა წლის დასაწყისში, არის მოამზადოს საინფორმაციო ბუკლეტი ან ბროშურა. ამ ბარათში შეიძლება იყოს საუბარი იმაზე, როგორი პროგრამით მუშაობს ბაღი. ასევე ძალიან კარგი იქნება თუ აღზრდელს ექნება ხედვა წლის განმავლობაში და დაგეგმავს ვთქვათ როგორც ჯგუფურ შეხვედრებს მშობლებთან, მთლიან ჯგუფთან, ასევე ინდივიდუალურ შეხვედრებს აუცილებლად. გავაკეთე ასეთი ცხრილი, დავაწერე მშობელთა შეხვედრის წლიური გეგმა. 1 სექტემბერს თემა მექნება თანამედროვე სტანდარტზე დაყრდნობით, რა დახვდებათ ბაღში. ფიზიკური გარემოს გაცნობა. ეს არის მეცნიერების ცენტრი, სადაც ხდება აზომა-გაზომა, შედარება, დაკვირვება. ეს არის ხელოვნების ცენტრი. სრულიად თავისუფალი არიან აქ, რაც უნდა ისაკეთონ. ეს არის ჩემთვისაც საყვარელი ადგილი, სინათლის მაგი და 7 ცენტრად გვაქვს დაყოფილი ჯგუფი. წლის განმავლობაში გქონდეს ეს ხედვა, რომ მუდმივად წავახალისოთ მშობლები, რომ მოვიდნენ ბაღში, ჯგუფში, ჩართოთ აქტივობებში, თვითონ წაუკითხონ ბავშვებს, ბავშვებთან ერთად გამოაცხონ ურცხობილები, ან ხელოვნების ცენტრში დახატონ ბავშვებთან ერთად, ეზოში ითამაშონ მოძრავი თამაშები. გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა მშობელთა დახურული ჯგუფი. მეკონტაქტებიან სიახლეებზე, მეკითხებიან. ახლა რაც ბაღი გაიხსნა და დავიწყეთ ფუნქციონირება, ეს იქ რა სივრცეებზეც ველაპარაკებოდით, რა თანამედროვე სტანდარტებზეც ველაპარაკებოდით, თვალნათლივ ნახეს და მე მგონი უფრო მეტი ნდობა წამოვა და მეტი სურვილი წამოვა, რომ ერთად დავგეგმოთ აქტივობები და ბავშვების ერთად ვიყოთ ჩართულები. ვიმედოვნებ და შევეცდები, რომ ანუ მთლიანად ვიყო ჩართული ბავშვის
აღზრდა განათლებაში და მეტი დრო დაუთმო ბავშვს, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია, ვფიქრობ, რომ მშობლები და მასწავლებლები ერთად იყვნენ ჩართული ბავშვების აღზრდაში. გამოვთქვი სურვილი, რომ მოვიდე ბაღში, ჩემი შვილის შესახებ გავიგო მეტი ინფორმაცია, თუ დაიგეგმება შეხვედრები, კვირაში ერთი იქნება თუ თვეში ერთი იქნება, მივესალმები. მე მასწავლებელს დავეხმარები რამდენადაც შემიძლია, მასწავლებელს თავის აზრს გამიზიარებს და ეს ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კავშირი მჭიდრო იყოს სწორედ ბავშვის კეთილდღეობისთვის. მშობელმაც იცის რა ხდება ბაღში და შეუძლია ეს გააგრძელოს ეს ჯაჭვი და სახლშიც ვთქვათ გააგრძელოს ეს ყველაფერი და ხდება ინფორმაციის და ბავშვის შესახებ ცოდნის გაზიარება აღზრდელსა და მშობელს შორის.